იცით, რომ ვიდეო და აუდიო მონიტორინგის წესების დარღვევის გამო კომპანია 13,000 ლარით დაჯარიმდა. კომპანიას იურიდიული დოკუმენტები მიღებული ჰქონდა, თუმცა პრაქტიკაში ვერ შეძლო პროცესების განხორციელება. მსგავსი ტიპის დარღვევები პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებულია, ამიტომ გირჩევთ ვიდეოს ბოლომდე მოусმინოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ეხებოდა კამერების განთავსების არეალს. კერძოდ, კამერები დამონტაჟებული იყო ისეთ სივრცეებში, სადაც ვიდეო მონიტორინგი კანონმდებლობით არის აკრძალული, როგორიცაა მაგალითად მოსასვენებელი, გამოსაცვლელი სივრცეები. კომპანია ასევე ახორციელებდა აუდიო მონიტორინგს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. აუდიო მონიტორინგის შემთხვევაში კი გვჭირდება გარკვეული არგუმენტები ამ პროცესის განხორციელებისთვის და ასევე თანამშრომლები წინასწარ უნდა იყვნენ ინფორმირებულები პროცესის არსებობის თაობაზე. გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა უსაფრთხოების კუთხითაც. კერძოდ, კომპანიის თანამშრომლები სარგებლობდნენ საერთო ადმინის იუზერებით და ცდომები არ იყო განპირობებული, რაც კანონმდებლობით დარღვევაა და ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, ვის, როდის და რა მონაცემებზე აქვს ცდომა. ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ იურიდიული დოკუმენტების არსებობა საკმარისი არ არის და პროცესები პრაქტიკაშიც უნდა დაინერგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმების რისკები ძალიან მაღალია.